გამარჯობა. მე მია და დღეს ჩვენ ვიტყვით ძალიან მაგარ მოგზაურობას სადიახ ტრაპიზონში. მოემზადეთ ბევრი ლამაზი ადგილი, გემრიელი საჭმელი და საოცარი თავგადასავლები. წავედით! ტრაპიზონი თურქეთშია, შავი ზღვის სანაპიროზე. ის ძალიან ლამაზი ქალაქია. მე უკვე მეხუთედ ვარ და ძალიან მიყვარს საქაურობა. აქ არის ვიწრო ქუჩები, ბევრი ძველი შენობა და ბევრი ფერადი მაღაზია. ძალიან მიყვარს სპანჯობი, სადაც სულ მოყოლია. მაგიტოს სპანჯობს შევახაუნებ. აი მოსაღამოა. და რაც ქონდა შედევთ კბილაში გადასულდეს და შემოვედი ნამდვილ თურქულ ჩაიხანაში და უნდა გავსინჯო ტრადიციული თურქული დესერტები კუნეფი და სუფლაჩი. სუფლაჩი დიდად არ მომეწონა, იმიტომ არ მომეწონა სუფლაჩი, რომ უფრო ქონდა თითქოს იყო ბრინჯის ფაფა და მე ფაფები მეზიზღება არ მიყვარს, თუმცა აი კუნეფე ჯობდა. კუნეფე ყველისგან იყო და ალბათ მაგიტომ მომეწონა, რადგან ყველაზე ვგიჟდები. ძალიან მომწონს ღამის ტრაპიზონში სეირნობა. თუმცა ხოლმე კიდევ ბევრი ადგილი უნდა მოვინახულო და ჯობებს დღეს სასტუმროში დავისვენ. შემოვიდი კამერა. ჩვენ გვაქვს სამსაწოლიანი აღებული. აქ გვაქვს ესეთი ტრევანი, ვიტრა მართლა ძალიან დიდრული არის. აქ თხილელობაც არის და რაღაც კვილეულიც არის. იმიტომ რომ საერთოდ თურქეთში და კაბადოკიაში განსაკუთრებით ძალიან ყველგან იყიდება თხილი და ცნობილია ძალიან. აქ ყავა, ჩაი და მშვენიერი ოთახია. ხო, ხედი გვაქვს ძველ ხავასზე. აი მე ხალხ მომწრედი პირდაპირ. აი მე რა საყვარელი. ეს ხედი კი ჩვენი სასტუმროს რესტორნიდან იშლება. ძალიან ლამაზი არის. ჩვენი აზრი ესეთია. სადღაც ჩვენია ეს. შეგიძლიათ გარეთან გასწრებთ. თუ კი ასეთი ღორმოცალა თოლიებისგან შეძლებთ თქვენი საკვების გადარჩენას. ახლა მეგონი იმებს აიღებს და შეჭამს. აი ბეხ. ზეხვი პარა. არწივი პატარა არწივი. არა. ტრაპიზონში ბევრი ქრისტიანული ტაძარი იყო. ერთ-ერთი ეს არის. Siriya tazariya ტრაპიზონში.
ქრისტიანული ტაძარი იყო, სადაც ახლა მეჩეთი ფუნქციონირებს. ახლა მივდივარ ყველაზე ლამაზ ადგილას სუმელას მონასტერში. მან გაითხოვა რომ აქამდე შეიძლება მოსვლა, ხოლო შემდეგ უნდა გადაჭრით პატარა ავტობუსში, საიდანაც უკვე ზემოთ ახლა. ეს მონასტერი კლდეშია აშენებული და იქ ასვლა ცოტა ძნელია. ეს ფრესკები საუკუნეების წინ დახატეს, თუმცა ახლა უმეტესობა მათგანი დაზიანებულია. ალბათ უკვე მიხვდეთ, რომ შემდეგი გაჩერება უზუნგოლია. უზუნგოლი გრძელი ტბაა და მოდი ერთად დავათვალიეროთ აქ რა ხდება. წამოვიტანოთ ერთად ვნახოთ. ეს მეჩეთია. ვა, რომელზე ხვევია? აქ უკვე მეორე თქვა და ძალიან ლამაზია. აუ, აქ ნახეთ რა ვიპოვეთ. ეს კაქტუსის ნაყოფია. მეც არ მომეწონა, მაგრამ ჩემმა მშობლებმა ძალიან გემრიელად მიირთვეს. ახლა ის ცნობილი ადგილი უნდა მოვძებნო, სადაც საქანელებია და ტურისტებისთვის ყველაზე საყვარელი ადგილია ფოტოსესიისთვის. აი ამოვედით ამ უმაღლეს ადგილას, საიდანაც უზუნგოლის ტბა ხელისგულივით მოჩანს. ამ საქანელზეც აუცილებლად უნდა დაჯერეთ, ძალიან მაგარი შეგრძნებაა. ეს იყო ჩემი მოგზაურობა ტრაპიზონში. ტბა, მთები, გემრიელობები და ბევრი თავგადასავალი. მე ვარ მია, 9 წლის მოგზაური ბლოგერი. თუ მოგეწონა ვიდეო დალაიქე და კომენტარე და რა თქმა უნდა ახლა გამოდადოთ არ გავიწყვეტ და ზარის ბელაკის გააქტიურება. შეხვედრამდე.